ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გარდა რეჟიმი პატიმრობას სხვა პოლიტიკოსებსაც უპირებს, მათ შორის არის გიგი უგულავა, ასევე ირაკლი წიგნაძე, პირი, რომელსაც გასული წლის 11 მაისს ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცავები სასტიკად გაუსწორდნენ. დაკავებული კი ამ დრომდე არავინა. ამავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ნიკოლოზ კუტუბიძეს, ის სტუდენტია. სისხლის სამართლის წესით საქმე აღძრული ირაკლი ტაბატაძის, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ ქუმსიშვილისა და ალექსანდრე გოგოლაძის წინააღმდეგ. პატიმრობა ემუქრება დიმიტრი ბიძინაშვილს, ის კოალიცია ცვლილებისთვის წევრია. საქმე ეხება თბილისი მოლთან გზის გადაკეტვას, უფრო მეტი იცის ამ თემაზე ჩემო კოლეგამ ნუცა ბახუტაშვილი უერთდება ფორმულას. პირდაპირ ეთერს ნუცა გისმენთ. დიახ, გიორგი, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო შეიძლება ითქვას მოვლენათა ეპიცენტრი არის. პოლიტიკური ლიდერების სისხლის სამართლის პროცესები ერთმანეთის პარალელურად უნდა გაიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ხდომათა დარბაზებში. დღეს განიხილება გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილის და მათთან ერთად დაკავებული 6 პირის სისხლის სამართლის საქმე. საქმე ეხება 4 თებერვალს თბილისი მოლთან გამართულ აქციას. პოლიტიკოსებს ედავებიან ჯგუფურად სტრატეგიული ობიექტის, კერძოდ კი მაგისტრალის გადაკეტვის და ბლოკირების მცდელობას. ისინი 5 თებერვალს დააკავეს სასამართლომ, მათ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. დღეს, როგორც გითხარით, გაიმართება პირველი წინა სასამართლოს ხდომა. დღევანდელ ხდომაზე მტკიცებულებებს წარმოადგენენ მხარეები. როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, ბრალდების მხარეს საქმეში არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება არ აქვს, მათ მხოლოდ წარმოდგენილი აქვთ პოლიციელების ჩვენებები, რაც ვერ იქნება სამართლებრივი საფუძველი საქმის წარმოების. სწორედ ამიტომ დღეს ირაკლი აბესაძე დააყენებს ხდომათა დარბაზში შუამდგომლობას, რომ საქმის სამართალ წარმოება საერთოდ შეწყდეს. მისი შეფასებით ამ საქმეს კომიკური იერსახე აქვს და არანაირი სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ისინი ასევე მოითხოვენ შეწყვეტას, როგორც გითხარით, საქმის სამართალ წარმოების. დღეს შესაძლოა ასევე გადაიხედოს აღკვეთი ღონისძიებაც. როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, არ არსებობს საფუძველი, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვოს პროკურატურამ, თუმცა უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები. ჩვენ ვაკვირდებით გამოცხადებული დაჭერის ქრონიკას, ზურაბ ჯაფარიძეს დაჭერას როგორც ჩანს აპირებენ და ჩვენ ვხედავთ რა ხდება სასამართლოში. ეს რაღაცა ციხესიმაგრეთაა გადაქცეული, ყველა კარები დაკეტილია. ეს არის დღევანდელი ციხე სახელმწიფო. და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება აი ეს ძალადობა და მარაზმი, ამის შედეგი იქნება მხოლოდ ერთადერთი. რაც უფრო დიდხანს იბოგინებს ქართული ოცნება, რაც უფრო დიდხანს იძალადებს, მით უფრო ტკივნეული და სასტიკი იქნება ივანიშვილის და მათი ბოლო. ამ რაღაც რეპრესიებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პატიმრებით ივაჭროს და მის ძალაუფლება შეინარჩუნოს. არ ვიცი, რას ფიქრობს ქართული ოცნება, როგორ წარმოუდგენია მას პოლიტიკური პატიმრების ან პოლიტიკურ საქმეში არსებული ხალხის დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ არავინ არ აპირებს უკან დახევას. პატიმრობა არ არის ის, რის გამოც ღირს ამ ქვეყნის ეროვნული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა და ეს ბრძოლა გაგრძელდება. ამ შენობაში სამართლის პოვნა არის გამორიცხული, ამას ჩვენ ისედაც შეგუებულები ვართ. პროკურატურა და სასამართლო მორიგჯერზე პოლიტიკური რეპრესიის იარაღად გამოიყენება ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან, ანუ ეს საქმე წმინდა წყლის პოლიტიკური საქმეა და უკავშირდება პოლიტიკოსების დევნა და მასში მონაწილე რიგითი ჩვეულებრივი მოქალაქეების დაშინებას, ისევე როგორც დანარჩენი საზოგადოების დაშინების ცდელობას, რომ თითქოს ქალაქში აღარ ჩატარდეს ფართომასშტაბიანი აქციები. ავაყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, საქმის შეწყვეტის შესახებ, იმიტომ რომ უბრალოდ არ არსებობს დანაშაული. ქალაქში გადაკეტო გზა, რომელიც უკვე პოლიციას გადაკეტილი აქვს, შეუძლებელია იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილის და მათთან ერთად დაკავებული 6 პირის სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე დაწყებულია. მოსამართლემ წინა სასამართლოს ხდომის ფარგლებში უნდა იმსჯელოს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, როგორც მოისმინეთ ადვოკატების შეფასებით და თავად ბრალდებულების შეფასებითაც საქმეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ მძიმე არის ეს მუხლი, რომელიც აღნიშნულ აქციამდე, დაანონსებულ აქციამდე
მისვლიამდე რამდენიმე დღით ადრე კრიმინალიზდა, კერძოდ კი ჯგუფურად სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.